უცნობი გწერს გამარჯობათ სლოკინი როგორ გავიჩერო? იმენა უთხარი ხერხი მაქვს. იმენა 100%-იანი და საერთოდ ოღონდ ისე რა ქვია, ცოტა მექანიზმი აქვს თავისებური რა. ეხლა მოყვეს, უნდა თოკი. არა. დავი გაყო, სკამი მოაღანყალო. ზამარტივი რაღაცაა რა. ჩემი მე მაქვს როგორც ის სლოკინი რომ ეწყება, მე აიმენა არ მჩერდება, ხომ შემიძლია საათი ვასლოკინო და მაგიტო ერთ ხერხს მივაგნებინეს და შემიძლია დემონსტრაცია გავაკეთო, ოღონდ აი გულწრფელი რჩევა მოსლოკინი ადამიანისთვის რა. ისე და ვავიშე გამოვა. რაშიშლობას ხარ მოვითხოვ. არ რაშიშლობას არ მეთქო. ზოგადად ბუღამი რაშია რა. წყალი უნდა დასხეთებს რაღაცა გეძე რა. ამოისვით ხო ბოლომდე, რაც ვუტები, ხელები უკან და ესე დალიო წყალი მიდან თეფშიდან. ბროდალევ ერთი 4-5 ყუფს, სუნთქვა შეიკავა ერთი 10 წამი და ამოისვით. ეგ ამ თემეთოდ. ეგ ფორტული იყო თუ დილის სატნაურო სადილი არ ვიცი ხა დოფიქტორ. ეს არის გულწრფელად ძალიან კაი ხერხი არის, რა ქვია, სტოკინის გაჩერების, რომელიც მეს უმშველის და ვისაც ვასწავლო ყველას შვილის. ეხლა ნახე აპროჭული twin-ი მაქვს. მე ვფიქრობ რა შეიძლება ამოვაგდო მაქედან, ანუ რა არის ზედა. არა, არაფერი არის მეტი. ო, იქაც წყლის დალევაზე. მე ვიცი რომ სუნთქვის შეკავება და რაღაცებიც უნდა უეჭველი. კი, და სუნთქვის შეკავება უნდა რომ ცოტა ხანი რომ ეს მექანიზმი კუჭმა ჩაატარო. ცალ-ცალკე რაც გამიგია, ყველაფერი გაერთიანებული. ხო, და ეგ მეთოდია. სუნთქვის შეკავება, წყლის დალევა. გადახრა მნიშვნელოვანი ძალიან. აჰა. იმიტომ რომ ეს გადახრის ამბავი ჰაერის ძრავს კუჭიდან რა. არა, მარტო მე გაწალებული ოფლომად. იმაში რა ქვია, ქაღალდის ჭიქაშიო ჩავასხა და გადახრისას პირით ავიღო და ესე დავლივო. არა. იმენა დახრილზე უნდა დალიო. აჰა, ოკეი. ყველა ხერხი მაგაცადი მარტა და ვისაც ვასწავლე ყველას უშველა. ოკეი, ეს თეფში გვინდა მაინც აუცილებლად. თეფში ან ჭიქაჭი ხილმა უნდა დალიო წყალი, ანუ დაიხარო. ჭიქით რო ერთი ხელი რო უგანწადოთ მეორე ეს არც ეგ. ბატონო ვის ატყუა? ხაი საკუთარ თავს ხარ მოვა. მოსავლებს ვეძებ რა. ვაი და ისეთ ადგილას რო თეფში არ არის. თიფ გავსე ჭიქა ბოლომდე და პოსტა დააკეთე და ეგ არის რა. 4-5 ყლუპი. ბოთლიდან ალი არ არის ხო? ბოთლიდან არ შეგვიძლია? აი იცი რა ფუნქცია თარო დაიხარო და ბოთლი ცოტა უხერხული არის რა. კაი.